დიახ, ნატა დაკავებულია თავდაცვის მინისტრის ახლგარემოცვის წევრი და ეს არის ჯუანშერ ბურჭულაძის მეუღლის ძმა, სავარაუდოდ და ერთ-ერთი დაკავებული არის გიორგი ხაინდრავა. ეს არის თავდაცვის მინისტრის სამინისტროს ყოფილი წარმომადგენელი. ახლა ამ წუთებში მინდა გითხრათ, სად ვიყოფები, ეს არის ჯუანშერ ბურჭულაძის საცხოვრებელი სახლი, მამა ბატონი დავითი ბურჭულაძე, რომელიც ზაღლით გვემუქრება. ჩვენ მოვედით აქ, რომ გადაგვემოწმებინა ინფორმაცია დაკავებულთა შესახებ, მათ შორის ადიმყოფება ახლა ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გამომდინარე იქიდან, რომ დაკავებულია მისი ახლგარემოცვის რამდენიმე წევრი. გვაინტერესებს ბუნებრივია, გვაქვს შეკითხვები მასთანაც, რა ბედიელის მას, რა კითხვები ქონდა მასთან გამოძიებას, თუ ქონდა, თუ დაიკითხა ის სავარაუდოდ და სწორედ ამიტომ მოვედით აქ, თუმცა ბატონი დავით ბურჭულაძე, ჯუანშერ ბურჭულაძის მამა ტერიტორიაზე არ გუშვებს, არ გვეუბნება სად იმყოფება ამჟამად მისი შვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და გვემუქრება ძაღლით. ტერიტორიაზე დგას ჯუანშერ ბურჭულაძის კუთვნილი ავტომობილები, რაც ნიშნავს იმას, რომ ის იმყოფება მის საცხოვრებელ სახლში, თუმცა ის ჩვენ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, ტელეფონი აქვს გათიშული. დიდი ალბათობით სავარაუდოდ გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიებლებს მასთან ქონდათ შეკითხვები, ის გამოიკითხა ამ საქმესთან დაკავშირებით და არსებობს ვარაუდი იმისა, რომ ის ამ წუთებში შეიძლება იკითხებოდეს. რა ბედიელის ჯუანშერ ბურჭულაძეს დაადებენ თუ არა ხელბორტლს თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილის ახლგარემოცვის წევრს უცნობია, ოჯახი ამ კითხვებს არ პასუხობს. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გხ. ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვღ და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლონათესავი ვმ. საქმე ეხება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის 2023 წელს მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტს. დანაშაულებრივმა ჯგუფმა შეიმუშავა და სისრულეში მოიყვანა გეგმა, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.323.728 ლარი გაიფლანგა. მათ უზრუნველყვეს, რომ სამედიცინო აპარატურის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებში მონაწილეობა მხოლოდ ვმ-სთან ახლო კავშირში მყოფ ურთიერთდაკავშირებულ საწარმოებს მიიღოთ. ყალბის საგადასახადო დოკუმენტების მეშვეობით სამედიცინო აპარატურის რამდენჯერმე გადაყიდვის გზით აპარატურის საფასური ხელოვნურად გაიზარდა. შედეგად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნული სამედიცინო ინვენტარის შეძენა მის საბაზრო ღირებულებასთან შედარებით გაცილებით მაღალ ფასში განახორციელა. სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთანავე, გამოძიება გრძელდება სხვა პირთა გამოვლენისა და მხილების მიზნით. გითხარით, სად არის ბატონი ჯუანშერი, თუ შეიძლება? გაბზანდით გარეთ. ბატონ დავით, თქვენი შვილის გარემოცვის ყველა წევრი დააკავეს და თქვენ შვილსაც ემუქრება დაკავება. ამასთან დაკავშირებით ვართ და გაგვეცით პასუხი, თუ შეიძლება. ბატონ დავით. შვიდები სანამ არ გახვალ, იმიტომ რომ შეიძლება ზიანი მოგაყენოს დაღმატკოება. ძაღლით ნუ გვემუქრებით, გასულები ვართ. ხო, მაშინ დაამთავრეთ. თქვენი შვილი სად არის? ჩემთან ხათ მოსული. თქვენი შვილი სად არის? ჩემთან ხათ? არა, თქვენ შვილთან. აბა მაშინ რაგია მე რატომ ისვავ კითხვებს? სად არის ბატონი ჯუანშერი? და სავარაუდოდ ხომ არ დააკავეს? ბატონო ამ კითხვაზე ხომ არ არის გადაყვანილი ბატონო დავით თქვენი შვილი? ყველა დააკავეს მისი გარემოცვის წევრი, მათ შორის თქვენი ნათესავიც. სად არის თქვენი შვილი? დაკავებული სავარაუდოდ ბატონი ჯუანშერის. თქვენ რა ინფორმაცია? არა, გენაცვალე, არა. აქ იყო პოლიცია, აქედან აიყო. არ ვიცი მეთქი არაფერი საერთოდ. როგორ არიცით? არიცით რა შედავებია? ნო, თქვენში ხო აფრენ ცოტა. დიახ, ჯუანშერ ბურჭულაძის თავდაცვის ყოფილი მინისტრის ახლგარემოცვის წევრებმა სახელმწიფოს სუსის განმარტებით მიაყენეს 1.300.000 ლარის ზიანი. მათ გამოიყენეს ბოროტად მინისტრის სახელი, თანამდებობა და შეცდომაში შეიყვანეს სახელმწიფო, ასე ვთქვათ, დაკავებულებს 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ისინი ახლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინასწარი მოთავსების იზოლატორში ემყოფებიან, მათთან ჯერ ადვოკატი არ შესულა და დიდი ალბათობით მათ ბრალს
დღეს საღამოს გააცნობენ. სად არის ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ახლო გარემოცვის წევრი? ეს კითხვა გვაქვს ჩვენ, ამიტომ ვიყოფებით მის საცხოვრებელ სახლთან, თუმცა მოისმინეთ მისი მამის პოზიცია, რომელმაც მედიის წარმომადგენლებს უშუალო სიტყვებით მოგმართა და გამოგვიშვა ტერიტორიიდან ის გვემუქრებოდა ძაღლით. თავარი კითხვები ახლა ჯუანშერ ბურჭულაძესთან არის მიმართული, გამოვიკითხა თუ არა ის და რა ვედიელის მას დაადებენ თუ არა ხელბორკილს ირაკლი ღარიბაშვილის ახლო გარემოცვის წევრს თავდაცვის ყოფილ მინისტრს ამ საქმეზე. სოფონიაური განაგრძობს ამ თემაზე მუშაობას და